სოფლო მიცის რომ ოლიგარქი სისხლიანი ხელებით ჩაბღაუჭებულია ძალაუფლებას და ჩვენგან მოპარულ მილიარდებს, რომელთა არ დასათმობათაც მზად არის საქართველო გადაიყვანოს ცივილიზაციური განვითარების მთავარი მაგისტრალიდან გადაჩეხოს იგი უფსკრულში, რასაც ჩვენი მებრძოლი ხალხი არასოდეს არ შეურიგდება და აი ამ დიდ ბრძოლაში გვერდით გვიდგას მოკავშირეთა სამყარო ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, რომლის კონგრესმაც მიიღო კიდევ ორი საკანონმდებლო აქტი ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამთავრებლად. მოგეხსენება თანაავტორები მთელი ამ პაკეტების საქართველოს ლეიბორისტული პარტიაც არის, ამით ვამაყობთ და დარწმუნებული ვართ, საქმე მივა ბოლომდე, ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. აღნიშნული საკანონმდებლო აქტები კონგრესში უკვე კენჭრაყარია, იგი მოიცავს რეჟიმის ურთიერთობათა შესწავლა გამოძიებას რუსეთის, ჩინეთის, ირანის სპეცსამსახურებთან, მათ შორის ტერორისტული თანამშრომლობის დარგშიც და გარდა ამისა სპეციალური ბლოკი შეტანილია ამერიკის თავდაცვის ყოველწლიურ პაკეტში, ავტორიზაციის პაკეტში, რომელიც წარმოადგენს მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტს ამ სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკისათვის. მეგობარი აქტი ასევე ჩვენი თანაავტორობით და ინიციატივით მიღებული კონგრესში კვლავ სენატშია და განხილვაში გახლავთ და მთელი ფაქტორთა ეს რაოდენობა, რაც წარმოადგენს განაჩენს ბიძინა ივანიშვილის და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ, ნიშნავს იმას, მეგობრებო, რომ ამ სისტემას გადარჩენის შანსი არ გააჩნია. მათ უნდა აიკრიფონ გუდანაბადი, დათმონ უკანონოდ მოპოვებული ძალაუფლება, დანიშნონ ახალი ვადამდელი არჩევნები და თვითონ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იფიქრონ ამ არჩევნებში მონაწილეობაზე. სხვა შემთხვევაში ივანიშვილმა და მისმა ხროვამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან კი არა, რაც დღეს გავიგეთ, კოსმოსურ ცივილიზაციებთან რომ გააფორმოს კონტრაქტი თანამშრომლობაზე და პარტნიორობაზე, მათ არაფერი არ უშველით და არაფერი არ გადაარჩენთ. ამ ბანდას ემუქრება სისხლის სამართლებრივი დევნა, მრავალწლიანი ციხეები თუ სამუდამო არა და საერთაშორისო ტრიბუნალიც. რაც მალე შეიგნებენ და გაიგებენ ამ ელემენტარულ ჭეშმარიტ